სოფლებში სტიქიით დაზარალებულთა ნაწილი კვლავ კომპენსაციის მოლოდინშია. ნაწილი ჩივის, რომ მათ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი თანხა დააკლეს. ნაწილმა კი ბიძინა ივანიშვილის სახელზე სადღეგრძელო სმა დაიწყო. შემოგვემატა ერთი სადღეგრძელო კახელებს. ივანიშვილმა ამდენი დახმარება და ეხლა ივანიშვილის სადღეგრძელოს ვსვავთ ყოველ დღე. უმრაყელების ნაწილი ამბობს, რომ მათ ოცნებები აისრულეს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დარიგებული კომპენსაციებით ავტომობილები შეიძინეს. რეზო დათუაშვილმა 3500 ლარი კომპენსაცია მიიღო და C-კლასის მერსედესი იყიდა. კომპენსაცია მიიღეთ, დავამატეთ ზოგი ჩვენი დანაზოგი. ამ კომპენსაციით შევიძინე ავტომობილი მერსედესი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას. გაიწიეთ პიპ სამომეთით მოდის ავტომობილი. მარინა ქიტუაშვილი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის, რომ დედამთილის კომპენსაციით მათაც მერსედესი შეიძინეს. ავიღეთ 6000, ოღონდ ჩვენ არა, ჩემო მეუღლემ არა, ეს ჩემ დედამთილს შეხვდა. დედამთილისაა ეს. და შევიძინეთ ეს მანქანა, ავტომანქანა მერსედესი. ქალბატონის მეზობლად კი არჩევანი BMW-ს მარკის ავტომობილზე გააკეთეს და მიღებული კომპენსაციით ნათელა ჯიქურაშვილის შვილიშვილმა ოცნება აიხდინა. ჩემი შვილი აგროვებდა ფულს, რომ დიდი ოცნებით უნდოდა მანქანის ყიდვა და დაემთხვა ეს ამბავი, რომ ამ დასეტყვასთან დაკავშირებით გადმოქცეს ფული. დანარჩენი ნაწილი ბანკიდან გამოიტანა ნაწილი ასე და შესძლო თავისუფლად ყიდვა ამ მანქანისა. აისრულა ოცნება. იმ ფაქტით, რომ კომპენსაციებით ავტომობილებს ყიდულობენ, გამგებლის მოადგილე კიდევ უფრო რწმუნდება, რომ სტიქიით დაზარალებულთა უმეტესობა კმაყოფილია. 29000 ადამიანიდან დარწმუნებული ვიზამდებოდეთ 28000 მაინც კმაყოფილი იქნება, ან ძალიან კმაყოფილი იქნება. კომპენსაციების დარიგება დასასრულს უახლოვდება. დაზარალებულები კი მის მიღებას მოუთმელად ელოდებიან. რამდენიმეს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ავტომობილს შეიძენს, თუმცა რა ფირმისას ან აიხდენენ თუ არა ისინიც ოცნებას, მათი თქმით ეს კომპენსაციის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.